ეროვნული არქივის სარესტავრაციო ლაბორატორიაში კი დავით აღმაშენებლის მიერ შიომღვიმის მონასტრისადმი 1123 წლით დათარიღებულ ანდერძს რესტავრაცია ჩაუტარდა. არქივის ლაბორატორიაში ძველი ქართული საბუთების დედნების რესტავრაციაც ამ წუთებში მიმდინარეობს. ეს გახლავთ მე-18 საუკუნის ნასყიდობის წიგნი, რომელსაც ჩაუტარდა სადეზინფექციო სამუშაოები, ეხლა ვაცილებ ლაქებს და უნდა ჩაუტარო რესტავრაცია. დავით აღმაშენებლის ანდერძი შიომღვიმისადმი 1123 წლით თარიღდება. მეფემ შიომღვიმეს ქართლის რამდენიმე სოფლის შემოსავალი და საეკლესიო ნივთები შესწირა. ანდერძს რესტავრაცია იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ლაბორატორიამ ჩაუტარა. დოკუმენტის დამუშავება 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ ანდერძის ზოგადად ჩვენამდე მოღწევასაც ძალიან საინტერესო ისტორია გააჩნია მე-20 საუკუნის დასაწყისში ის გახიზნული იყო ჩრდილოეთ კავკასიაში ან რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ იქ შემდეგ ეს არქივი დაიწვა თუმცა საბედნიეროდ დოკუმენტის რაღაცა ფრაგმენტი კვლავ შემორჩენილია და ჩვენამდე მოაღწია და ეს არის ერთ-ერთი იმ ორ დოკუმენტს შორის დავით აღმაშენებლის დროინდელი რომელიც საერთოდ დღესდღეობით ფიზიკურად არსებობს. ეს არის ფრაგმენტი, იყო ძალიან დაზიანებული, ქაღალდის ფუძეზე იყო მოიხსნა, ჩაუტარდა სადეზინფექციო სამუშაოები, მოიხსნა, დარბილდა თვითონ ეს ეტრატი და დაისვა ეტრატზე. ლაბორატორია სარესტავრაციო ეტრატზე შესრულებული კიდევ ორი საბუთი გადაეცა. იმპერატორების ეკატერინე მეორესა და ნიკოლოზ პირველის მიერ სიმონ ხერხეულიძისადმი გაცემული წყალობის წიგნები. ამას გარდა ეროვნულ არქივში ძველი ქართული საბუთების დედნების კოლექციიდან 91 ნიმუშის დამუშავება მიმდინარეობს. ლაბორატორიაში დასამუშავებლად შემოვიდა 91 ერთეული საბუთი, რომელსაც ესაჭიროებოდა რესტავრაცია, დოკუმენტების ახალ ფუძეზე დასმა, იაპონური ქაღალდით. თითქმის ერთი თვეა მუშაობთ ამ იმაზე და უკვე უახლოვდება დასრულებას, ალბათ დამთავრდება 1-2 კვირაში. საქართველოს ისტორიისათვის ეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტები წარსულის უკეთ გაცნობაში გვეხმარება. მე-19 საუკუნის მმართველობითი ხასიათის ფონდების გადამუშავება უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს.